და ახლა უკვე პროფესიონალურ რინგზე მის მეორე ბრძოლას გამართავს ჯერ კიდევ დაუმარცხებელი ჟასმინა ურინოვა. ხოლო წითელ კუთხეში ქართული ქალთა კრივის სახე საქართველოს სამგზის ჩემპიონი 2025 წლის საუკეთესო მოკრივე თეონა ფიროსმანაშვილი. Shadows are where I walk, no echo in my step. Eyes ahead, jaw locked. This path was mine to rep. You hear that? Yeah. That's your time running now. Feel that? Ground shaking when I shout. You ready? Let's go. No fear in my blood. Champion. One shot, one moment. I own this ground. ალბატონებო და ბატონებო, წარმოგიდგენთ 6 რაუნდიან კრივს 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში. მაშასე დაიწყო მთავარი ბრძოლები და ჩვენ ორთა ბრძოლებს ხსნით ქალთა კრივით. 6 რაუნდიანი ორთა ბრძოლა, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ქართული ქალთა კრივის მართლაც ამომავალი ვარსკვლავი თეონა ფიროსმანაშვილი, ხოლო მის წინააღმდეგ უზბეკი ჟასმინა ურინოვა. არ იქნება მარტივი ბრძოლა ეს თეონასთვის. გამომდინარე თავისი მეტოქის სიძლიერიდან, ჟასმინა ურინოვა არის უკვე საკმაოდ გამოცდილი მოკრივე, პროფესიონალური კრივის რინგზე მას მარცხი არ უწნევია. უზბეკი მოკრივეები ყოველთვის გამოირჩევიან მთელ მსოფლიოში დღესდღეობით როგორც ყველაზე ერთ-ერთი უფრო უძლიერესი მოკრივეები და ვნახოთ როგორ წარიმართება ეს ორთა ბრძოლა. რაც შეეხება თეონა ფიროსმანაშვილს, ეს არის მოკრივე, რომელიც დღითი დღე იზრდება, რომელმაც შექმნა საკუთარი თავი სპორტშიც, საზოგადოებაშიც და რომელიც იწვევს ქართველი კრივის კომაგების დიდ ინტერესს. და ვხედავთ რა ხდება დარბაზში, როგორი გულშემატკივრობა დაიწყო თეონა ფიროსმანაშვილის. მართლაც სჭირდება გამხნევება ამ მოკრივეს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გულშემატკივრის მხარდაჭერა, რადგან მარტივი ნამდვილად არ იქნება ეს ბრძოლა. თუმცა თეონა თავის მაქსიმუმს დადებს, ეჭვით არ მეპარება. კარგი შესვლა იყო. აი ეს არის სწორედ კიდევ ერთი კარგი შესვლა თეონასგან. თეონა ფიროსმანაშვილისგან კრივის კომაგები შეჩვეულები არიან ნოკაუტებს, შეჩვეულები არიან ვადაზიადრე გამარჯვებებს, თუმცა უძლიერესი მეტოქე ყავს ამჯერად თეონას და მარტივი ნამდვილად არ იქნება. უძლიერესი მეტოქე ყავდა ამის წინა მეტოქეც თეონას, აზერბაიჯანელი ლალა მადათოვა, აზერბაიჯანის ხუთგზის ჩემპიონი, რომლის დამარცხებაც მართლაც ძალიან რთულ ბრძოლაში შეძლო. ძალიან ჭკვიანურად დღეს გულშემატკივარს უკვე სხვა სტილის კრივს შეპირდა თეონა და ვნახოთ რას იზამს ამ შემთხვევაში. როგორც გითხარით, ბრძოლა არის 6 რაუნდიანი, შესაბამისად არცად საჩქარო არაფერი არ არის და აი კარგი დარტყმა შეასრულა ქართველმა მოკრივემ. კიდევ ერთი ძალიან კარგი მოქმედება. თუმცა თავის მეტოქეთ ცდილობს უპასუხოდ არ დატოვოს თეონას მოქმედებები.
საინტერესო პირველი რაუნდი იყო, ფიქრობ შეაფასეს ერთმანეთი მეტოქეებმა შეიგრძნეს რინგი და მომატებას და კიდევ უფრო მეტ ინტენსიურობას ველით შემდეგ რაუნდებში. ქალთა კრივი დღესდღეობით ძალიან აქტუალურია მთელ მსოფლიოში. ტარდება ძალიან გამორჩეული ორთაბრძოლები და ქალები იბრძვიან უკვე შოუების მთავარ ბრძოლებს. და საქართველოში დღესდღეობით თეონა ფიროსმანაშვილი მართლაც ერთ-ერთი ძალიან გამორჩეული მოკრივეა, რომელსაც ინტერესით ადევნებს თვალს არა მარტო კრივის კომაგი და სპორტის კომაგი, არამედ მან შეძლო და კრივით დააინტერესა ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც მანამდე სპორტის სამსახიობით დაინტერესებული არ იყო. ცოტა, მაგრამ არა უშავს. ახლა კი მეორე რაუნდი. კარგი შესვლა იყო მოცელში თეონა ფიროსმანაშვილისგან. გასაგდა კიდევ ერთ ძალიან კარგი მოქმედება. აი ეს არის თეონას. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ გოგოს. კიდევ ერთი შოუ, თეოს შოუ. კიდევ ერთი მოცელში, კიდევ ნელ-ნელა აჩენს ბრჭყალს თეონა ფიროსმანაშვილი. კლინჩი ძალიან კარგად მუშაობს. ნელ-ნელა ცდილობს მოიპოვოს უპირატესობა. რა მაგარი კიდევ ერთი თეონას შესრულება. პირდაპირებს ძალიან კარგად ამუშავებს ეს მოკრივე. თეონას ყველა ბრძოლა არის სხვადასხვა სტილით და დღეს როგორც ჩანს მეტი შოუ აქვს გეგმაში ქართველ მოკრივეს. დასრულდა ეს რაუნდი. მოგეხსენებათ ქალთა კრივში 2 წუთიანი რაუნდებია, მე მგონი აშკარა იყო ვინ არის დედოფალი ამ რინგზე. თეონა ფიროსმანაშვილი ამავდროულად გახლავთ წვრთნელიც, საკმაოდ საინტერესო წვრთნელია, ყავს ბავშვები, რომლებსაც ამბობს, რომ ცდილობს გაზარდოს ჩემპიონები და სასიხარულო სწორედ ეს არის, რომ სწორედ აი თეონას გამო და მისი ინტენსიურობის გამო, მისი საკრივო მიღწევების გამო ძალიან ბევრმა მოკრივე ბავშვმა დაიწყო კრივზე სიარული, ძალიან ბევრი გოგონა ინტერესდება კრივით, ერთვება და ძალიან სასიხარულოა ეს ყველაფერი. თეონა ფიროსმანაშვილის აღმზრდელი მწვრთნელი გახლავთ თამაზ ყარაგვეზაშვილი, დედოფლის წყაროს საბრძოლო ხელოვნების კლუბ ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი, სწორედ იქ დედოფლის წყაროში დაეუფლა კრივის საფუძვლებს თეონა და აი იქიდან დედოფლის წყაროდან დაიწყო და ნელ-ნელა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივედ ყალიბდება. თავად შექმნა საკუთარი თავი, გაიარა ურთულესი გზა, როგორც სპორტული, ასევე ცხოვრებისეული და აი დღეს თეონა ფიროსმანაშვილი აქ არის. დგამს თავის შოუს და წერს საკუთარ ისტორიას. მინდა გულშემატკივრებს ვთხოვო, რომ აუცილებლად გამოიწერონ ჩვენი YouTube-ის არხი Boxing Georgia და დამერწმუნეთ ამ არხზე თქვენ სამომავლოდ იხილავთ არაერთ ძალზე საინტერესო ვიდეოს ქართული კრივის შესახებ.
თეონა პიროსმანაშვილმა აშკარაა რომ მოიპოვა უპირატესობა და დარწმუნებული ვარ ამ უპირატესობას ხელიდან აღარ გაუშვებს. თუმცა უზბეკი მოკრივე რა თქმა უნდა აქ წასაგებად არ არის ჩამოსული და ეცდება რომ გარდატეხა შეიტანოს ორთაბრძოლაში. თეონა საჩქარო არაფერი აქვს, მიყავს ორთაბრძოლა. იბრძვის ძალიან ლამაზად, ჭკვიანურად. კარგია, კიდევ ერთი კარგი მოქმედება ფიროსმანაშვილის. კარგი გაცვლები. როგორც უკვე გითხარით, გასულ თვეს თეონამ ჩაატარა აი აქ ამ დარბაზში თავისი მორიგი ორთაბრძოლა, სოფლიოსარეიტინგო ბრძოლა აზერბაიჯანელი ლალამადათოვას წინააღმდეგ. საკმაოდ რთული ბრძოლა იყო და აი ეს ზედიზედ მეორე თვეს კიდევ აიღო ეს ორთაბრძოლაც 6 რაუნდიანი და როგორც ჩანს ძალიან კარგად გამოიყურება, კიდევ უფრო მომატებული აქვს სპორტულად და არ გაურბის ინტენსიურ ბრძოლებს და როგორც ჩანს საერთოდ არც გადაღლილია პირიქით უფრო და უფრო უკეთეს ფორმაში შედის. სამომავლოდ იმედი მაქვს რომ მოეწყობა ბრძოლა საქართველოში, საქართველოს ჩემპიონის ქამრისათვის. ყوارიან ქამრები, ვინც მოჩდებიან. კარგი იქნება, ჩვენ ვერ დავიკვეხნით ბევრი მოკრივით, მით უმეტეს ამ წონაში და თეონას თუ კონკურენტები ეყოლება, სამომავლოდ ძალიან კარგი იქნება ნამდვილად, რათა შეუძლოთ საქართველოს ჩემპიონის ქამრის გათამაშება და თეონას უკვე მსოფლიო ქამრებიც ელოდება წინ. ისევ სრულად აკონტროლებს სიტუაციას. ქართველი მოკრივე ცდილობს შოუდადგას, ცდილობს სხვადასხვანაირად, აი ნახეთ, საოცარი ორთაბრძოლა. ძალიან კარგად მოქმედებს თეონა ფიროსმანაშვილი. კიდევ მარცხენა საოცარი გადასულია შეტევაზე. ყველა რაუნდში უმატებს იგრძნო თავისი ძალა და გააღვიძა თავში ის მხეცის ინსტინქტი, რომელიც ბრძოლების დროს ერთვება ხოლმე ამ მოკრივეს. აბსოლუტურად აკონტროლებს სიტუაციას. კიდევ ერთი მარცხენა. ისევ მარცხენა. თეონა ძალიან ინტენსიურია. აშკარა მისი უპირატესობა რამდენს გაუძლებს და ვადაზე ადრე გამარჯვება. თეონა ფიროსმანაშვილი, ხალხის ჩემპიონი. მორიგი ნოკაუტი ქართველი მოკრივის შესრულებით ვეღარ გაუძლო ჟასმინა ურინოვამ ფიროსმანაშვილის ინტენსიურ შეტევებს და ქართველმა მოკრივემ ტექნიკური ნოკაუტით ვადაზე ადრე დაამარცხა უძლიერესი უზბეკი მებრძოლი ჟასმინა ურინოვა და კარიერაში პირველი მარცხიც აგემა. მინდა მიულოცო თეონას, მის გუნდს და ქართული კრივის ყველა კომაკს და მათ შორის იმ ჰეითერებს მე მგონი გააჩუმა ყველა მართლაც შესანიშნავი პერფორმანსით ქართველმა მოკრივემ. წინ მხოლოდ და მხოლოდ დიდი გამარჯვებებია. და ხედავთ რა ხდება დარბაზში, მთელი დარბაზი როგორ ტაშს უკრავს თეონა ფიროსმანაშვილს, რომელსაც ნამდვილად აქვს ხალხის სიყვარული. და მან ეს თავისი შრომი ახურა, როგორც უკვე ვთქვი, თავად შექმნა საკუთარი თავი, თავად გამოჭედა საკუთარი თავი, ირწმუნა თავის ძალების, როცა მისი არავის ჯეროდა და აი დღეს აქ დგას ჩემპიონი, რომელსაც ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლია.
whisper names behind my back. But silence screams when not attacked. Fists like verdicts, clean and true. What's left of you? You ready? Let's go. No fear in my blood. Champion, one shot, one moment. I own this crown. I own this crown. ალბატონებო და ბატონებო. შეჯიბრის ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება მოიპოვა თეონა ფიროსმანაშვილი. მოგესალმებით. იმედია კარგი სანახაობა შევქმნით და მოგეწონათ. მადლობას გიხდით ყველას მობრძანებისთვის და დაფასებისთვის. ეს ჩემთვის ძალიან დიდი мотивაციაა და ასეთ რთულ დატვირთულ დღეებს ძალიან ჭირდება კომაგი. მადლობა ორგანიზაციას, რა თქმა უნდა, ჩვენს პრეზიდენტს გიორგი კანდელაკს და ჩემ ორივე გუნდს Boxing Times და 12 რაუნდს ძალიან დიდი მადლობა ჩემი მომზადებისთვის. ასევე მინდა მივულოცო დღეს დაბადების დღეა ჩემი პირველი გუნდის დედოფლის წყაროში, რითიც დავიწყე. ვულოცავ ჩემ პირველ მწვრთნელს თამაზის გუნდის დაბადების დღეს. 31 წლის გახდა გუნდი ჩემპიონი და მინდა წარმატებები უსურვო გოგონათა ნაკრებს, რომელიც ახლა თურქეთში საერთაშორისო შეჯიბრზე იმყოფება. წარმატებები ყველას. კარგად და მომავალ შეხვედრამდე.